მოგესალმებით. დღეს გავაკეთებთ ნეიროგრაფიკას კლიენტების ნაკადის ზრდაზე. ჩვენ ახლა ვიმუშავეთ. გავაკეთეთ 6 პრაქტიკა ფინანსური ნაკადის ზრდაზე და აი ამ პრაქტიკების ბოლო ეტაპი იყო კლიენტების ნაკადზე აკრძალვის მოხსნა და ეხლა ჩვენ სწორედ მას დავამუშავებთ ნეიროგრაფიკაში. ეს კონკრეტული ნეიროგრაფიკული ალგორითმი ხარ, რასაც შევასრულებთ და ეს შესრულების მომენტი ეს ეხება სწორედ იმ ორ კვირიან პროგრამას, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ პრაქტიკებს და აი ბოლო პრაქტიკა, რომელიც შევასრულეთ სწორედ ეს კლიენტების ნაკადზე აკრძალვის მოხსნა, მას ეხება ეს კონკრეტული ალგორითმი. იქ ჩვენ კარგად დავამუშავეთ, ორ მაგი დამუშავება გვქონდა თემის და გადავიყვანეთ ბევრი მომენტი პოზიტივში, მოვაცალეთ ნეგატიური თქვათ რაღაცა ფორმულირებები და ბლოკები და სწორედ იმის შემდეგ რაც უკვე დავამთავრეთ და დავასრულეთ და გავიყვანეთ პოზიტივზე, ეხლა გავაკეთებთ უკვე პოზიტიურ ჭრილში ჩვენს ნეიროგრაფიულ ნამუშევარს და დავიწყოთ პირველი რასაც ჩვენ აქ დავხატავთ, ეს იქნება წრე, რომელიც რა თქმა უნდა არის ჩვენი აღმნიშვნელი, ანუ წრე აღნიშნავს ჩემ თავს. და მანამდე კიდე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ბევრი ვწერეთ, ხო, ამაზე გამოვიტანეთ, თქვათ, რა გვინდა ჩვენი კლიენტებისგან, რა დავამუშავეთ ეს თემა კარგად, მაგრამ თუ თქვენ კიდევ გონიათ, რომ დაგრჩათ რაღაცა დასაწერი, თქვათ, ნეიროგრაფიულ თემასთან დაკავშირებით, ცალკე ფურცელზე ამოწერეთ ერთ სიტყვაში თემა, კლიენტი დააწერეთ ან კლიენტები და ამოწერეთ 2 წუთში 20 სიტყვა კიდევ. ოღონდ შეეცადეთ, რომ ეს იყოს პოზიტიური და ამას კონდეს ბმა, ანუ რეალურად აი ძალიან კარგი იდეალში როგორი კლიენტებიც რო გსურთ, აი ეს დაწერეთ თემაში, ხო? და მერე უკვე დაიწყეთ ხატვა. ოკეი, მაშინ ესე იგი, აი აქ ვარ მე. ნუ აქ კიდე გეტყვით ერთ რამეს, რაღაცა ფურცელზე თქვენ თავი მოსინჯეთ, ნუ ჯობია რომ ცენტრში იყოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განაპირობებს, რომ აი ცენტრში ხართ, ცენტრალური ფიგურა ხართ თქვენ და თქვენს გარშემო ტრიალებს ყველაფერი, ხო? ეს ხალხი მოდის თქვენს ენერგიაზე. ამიტომ მოდით ჯერ საკუთარი თავი დავხატოთ აქ ჩვენ ცენტრში, ჩავსვათ მასში განზრახვა ჩვენი, ან რო გვინდა ყავდეს საუკეთესო კლიენტებით, ან ხატვის დროს იფიქრეთ იმ სიტყვებზე, რომელსაც ამოწერთ თემაში, პოზიტიურ სიტყვებზე, როგორი კლიენტები გინდათ, რომ მოგივიდეთ თვეში რამდენი გინდა, წელიწადში რამდენი გინდა, ეს ყველაფერი აი აქ უნდა ჩახატოთ ხაზებში და ხაზების გავლების შიგნით, ხაზების გავლების დროს ამაზე უნდა ვიფიქროთ. დავიწყოთ, მოდით ახლა ისეც გაითვალისწინეთ, რომ ხელაწრე დახატოთ, რომ გარშემო მერე დაატიოთ კიდე კლიენტები, ხო? აი მაგალითად თვეში მე რამდენი კლიენტი რომ მომივიდეს, დაახლოებით იმდენი პატარა წრე, მაგრამ ახლა თქვენ თუ რაღაცა დიდ ფირმაზე ხართ გასული და დიდი მოგება გაქვთ, ან ბევრი კლიენტები გჭირდებათ, უბრალოდ დახატეთ დაახლოებით 10-15 წრე თქვენს გარშემო, ამას მე კიდე აღნიშნავ, მოკლედ დავიწყებ ახლა ჩემი თავით, ან თქვენს წერთ აღნიშნავს და უკეთებთ ამ წრეს ნეიროგრაფირებას ეგრევე. მე მინდა რომ აქ იყოს მუდმივობის ნიშანი, რადგან კლიენტებთან მუშაობთ, რომ იყოს კლიენტურა მუდმივად ჩემთან და ხაზების გავლებისას უკვე წერ აქ რა მინდა, თქვათ, მე ჭირდება კლიენტი, რომელსაც აქვს გადახდის უნარი, ხო? გადახდის უნარიანი კლიენტი, ეს ხაზი ამას აღნიშნავდეს. გადახდის უნარიანი კლიენტები ჩემს სივრცეში. კმაყოფილი კლიენტები კიდე
თვეში თქვათ რაოდენობა გააჟღერეთ, რამდენი გინდათ ეს თქვენ თავთან. ეს რაოდენობა. ამ ხაზებსაც სჭირდება ესეთ ვაღლებთ. მადლიერი კლიენტები, მადლიერი ადამიანები. კიდევ როგორი კმაყოფილი. კიდევ სიტყვებითაც შეგიძლიათ მიაწეროთ ხალხ წვრილ-წვრილად, ახლა თუ უფრო დიდ ფურცელზე დახატავთ, მაგალითად, უფრო მეტი დაგეტევათ, ესეც გაითვალისწინოთ. ესე იგი, მადლიერი კლიენტები, კიდე რაღაცა, კიდე მინდოდა რაღაც მოვიფიქროთ, აბა. მუდმივი კლიენტები. ხო, ადამიანები, რომელიც მუდმივად მოვლენ ჩვენთან და ასე შემდეგ, კიდე ესეთი ფორმულირება მიეცით აქ და მე უკვე დავიწყოთ აი ამის შიგნიდან ნეიროგრაფირება, ანუ კუთხეების მომგვალება. როგორც შეამჩნევდით, მოვახერხე გასვლა ჩემს საყვარელ კოხინორის მაღაზიაში და ვიყიდე შევიძინე ახალი ტუშები, ესე უფრო ლამაზად გამომივა დღეს ნამუშევარი. აქ კიდე მინდა რაღაც დავამატო. აი ამით უკვე განზრახვას ვქმნი ხო მე ამ ჩემი წრით. მასალებთან დაკავშირებით ერთხელ კიდე აღნიშნა მაინც აქ ყველა ვიდეოში მეორე, მაგრამ აქაც აღნიშნა ვხატავთ ჩვენ მარკერებით, სკელი მარკერებით, ამით უფრო იოლია ხატვა და მომგვალებების გაკეთება დროსთან ამბავში წასია და მერე როდესაც ვაკეთებთ არქეტიპირებას, ანუ ფერის შემოტანას, იქაც ვიყენებთ ტექსტის ამომყვანებს და ტექსტის ამომყვანი არ აფუჭებს ნამუშევარს. ეს გაითვალისწინეთ. ესეც ჩემი განზრახვა. ფურცელზეც გაითვალისწინებთ, რომ ესეთი იყოს სკელი, რომ მეორე მხარეს არ გადიოდეს. მარკერი. და არ გაგიფუჭოთ ნამუშევარი ხატვის პროცესში. აი ბატონო, ჩემი განზრახვა შექმნილია. მე და ჩემი კლიენტურა გვართ უკვე, ანუ არა, ეს არის ჩემი სურვილები, როგორი კლიენტები მინდა რომ მოვიდნენ, ხო, ჩემთან. და ეხლა ჩვენ აი აქ ცენტრალური ფიგურიდან, აი აქედან დავიწყოთ სპირალის ხატვა. საერთოდ ესეთი ალგორითმები არის ბევრი კლიენტების მოზიდვაზე და მე შევეცდები, რომ დღეს კიდე მეორეც ჩაგიხატოთ აქ და გამოგიგზავნოთ. და აქ ვიწყებ აი ამ ცენტრალური წერტილიდან სპირალის ხატვას. ამას გადავატარო და წავიყვან. და შეეცადეთ, რომ სპირალი დამთავრდეს ზემოთ. ასე. ნუ სპირალიც, რა თქმა უნდა, ნეიროგრაფიკა. უნდა გავუკეთოთ ამასაც ნეიროგრაფირება. ეგრევე დავამუშაოთ. აჩხა სპირალი გამომივიდა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს ფურცელი აშკარად ამყოფნის. და მე ჩემსას კიდე ცალკე დიდ ტაბახის ფურცელს შევიძენ საკანცელარიაში და იმაზე დავხატავ ჩემს კლიენტებზე. ესე და აქედან კიდე მინდა რომ გავავლო სივრცული ხაზები.
ახლა ამის შემდეგ უკვე დავსვავ წრეებს და ეს სივრცული ხაზები ჩვენ გვეხმარება, რომ ჩვენ სივრცეში მოხვედრილი ადამიანები ხელს არ უშლიდნენ ერთმანეთს. ხო? არც ჩვენ, ანუ ერთმანეთთან გადაკვეთისას ნორმალური იყოს მათ შორის კავშირი რა. საერთოდ არ უშლიდნენ ერთმანეთს ხელს, ხო? ახსნი ხარას გულისხმობ. ნახეთ, შეიძლება ჩვენ კონდეს რაღაცა თქვათ კონკრეტულად დათქმული უკვე ვიღაცასთან შეხვედრები, მე ამ დროს ვიღაცა სხვას მოუნდეს და აი ეს დროში რო არ კონდეთ თქვათ აცდინა და გადაკვეთის დროს. კარგი. ეხლა ჩვენ აი ამ სპირალზე განვათავსოთ წრეები, რომლებიც აღნიშნავენ ჩვენს კლიენტებს. იცით ამ მომენტში გამოცემულ ალგორითმში თქვენ არა მხოლოდ წრეები, მე წრეს ვიყენებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ზოგადადაც, ანუ სიმბოლოს თვალსაზრისით, წრე არის ყველაზე ჰარმონიული სიმბოლო, ხო? მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთხკუთხედი. ოთხკუთხედი არის სტაბილურობა. ანუ ხო, ოთხკუთხედი არის საფუძველიც, ხო? შეგიძლიათ ოთხკუთხედების სახით აღნიშნოთ ზოგი კლიენტი, ზოგი წრე. სამკუთხედი ეს არის სწრაფი განვითარება. სამკუთხედი კლიენტი იქნება ალბათ ენერგეტიკულად საკმაოდ ძლიერი და მომთხოვნი. მე ამისგან თავს შევიგავებ მაგალითად, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჰარმონიაში ვიყო. შეიძლება მე კიდე სადმე გავიმეოროთ მუდმივობის ნიშანიც, ხო? რომელიმე კლიენტებს შუაში ჩაუსვათ, რომ რაღაცა ესეთი ის კონდეს, რომ მოვიდეს ესეთი კლიენტი და მე უკვე ფერით მივცემთ სხვა ენერგიებს კიდე. ოკეი, მაშინ მე წრეს დავსვავ. პირველი ჩემი კლიენტი მოვიდა, ზოგი დიდი შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ მეტის მომცემია, თქვათ ეს კლიენტი უფრო მეც გადაგიხდით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ. მოდით იყოს მაშინ ოთხკუთხედიც. თითქმის გადაკვეთები არ მინდა ამ კლიენტების, მაგრამ თუ ერთმანეთშიც გადაიკვეთება, არ არის პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ ამას ეს მოყავს, მაგალითად თუ დაემთხვა რაღაცეებში, ხო, კმაყოფილმა კლიენტმა შეიძლება სხვა მოგიყვანოთ რაღაცა რა. აი ბატონო, იყოს ესე. აქაც დავხატავთ, მივყვები აქედან. პატარა კლიენტები, ჩემთან ხშირება ეს იყოს გაშლაზე მოვიდეს ადამიანი, დიდი პირად კონსულტაციაზე რაღაცაზე. თქვენს განსაზღვრეთ თქვენთვის როგორები არიან. და გვერდით რომ ძალიან ბევრი ხა თუ გამოგივათ ჩახატეთ თუ ჩაედევა აქ. მაგრამ ესეც არ იყოს რომ ნახატზე აღარ აღიქმებოდეს მე ეს ყველაფერი, ხო? ოკეი, აი აქაც დავხატავ. იმიტომ რომ იგი გაცდა სპირალს, მაგრამ აქ მე მაქვს სამაგიეროდ ჩემი ესეთი ხაზები არა, სივრცული. ანუ ჩემი სივრცეში არის ესეც მოქცეული. აი აქაც დავხატავ. დიდებში ჩავსვამ მარადიულობის ნიშანს. ესეთი კლიენტები ბევრი მყავდეს და სისტემატურად. კი ბატონო. ესეთი გამოგვდის
რაც უფრო ჩემგან ცოტა ესე იმად არის, ანუ უფრო მეტი ბევრი შემიძლია, ესე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ იწყებ რაღაცა პატარათი და მე უფრო მასშტაბირება ხდება საქმისაც. ამას აკლია ახლა სივრცული ხაზი, ამიტომ მე აქედან წამოვიყვან, კიდევ ერთ ხაზს დავამატებ. ასე. ისევ გამიმეორებ, რომ სამკუთხედით შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თქვენ აქ ჩახატოთ. თუმცა სამკუთხედი, როგორც აღნიშნეთ, ჩემთვის მაინც არის მომთხოვნი კლიენტი და ამიტომ მე ამას არ გამოვიყენებ. საერთოდ მიაქციეთ ყურადღება სიმბოლოების გამოყენებისას, ეს სიმბოლო რომელიც ერთი სიმბოლო რაღაცა შეიძლება ბევრი დატვირთვით იყოს, მაგალითად პეპელა რო ავიღოთ, პეპელა სიმსუბუქეც არის, მაგრამ პეპელა არის ძალიან მოკლევადიანი ამბავიც, ხო? ვიცით რატომაც. ასე, და აქაც აკლია სივრცული ხაზი ამ ორს და დავამატოთ. კი ბატონო, ალბათ შეგვიძლია გავაკეთოთ. კიდე ერთი კლიენტი. და ვიწყებთ ახლა დამუშავებას. ანუ ძალიან კარგად უნდა მოვამგვალოთ ყველა კუთხეები, თან ისე რომ ჩვენი ფიგურები დიდად არ დაიკარგოს. აქ ცოტა ხანი ვიდეოს გავაჩერებ, მერე მას გავაკეთებ, რომ თვითონ ეს პროცესი არ იყოს თქვენთვის დამღლელი. ანუ ეს იცით როგორც ხდება ნეიროგრაფირება. თუ შეკითხვებიც გექნებათ, კიდევ ჩატში გთხოვთ, რომ დასვათ ეს კითხვები ხატვასთან დაკავშირებით. დავამთავრე ნეიროგრაფირება, ესეთი ნამუშევარი გამომივიდა, საკმაოდ ლამაზია მე მგონი და ეხლა მინდა დავიწყო უკვე ფერის შემოტანა და ესეთი ლამაზი ფერები მაქვს ახალი და ამას გამოვიყენებ. ცოტა დარჩენილი. გამოვიყენოთ ეს ჩვენს ნამუშევარში. არა არის აუცილებელი მინდა მე სპირალს გაყვეთ, თუმცა თქვენთვის ახლა როგორც უფრო ლამაზი იქნება აღსაქმელად, ისე გააკეთეთ. ცოტა მეტი მწვანეს გავაკეთებ, რადგან ეს ჩემი ნამუშევარი მაინც არის ფინანსურ ნაკადთან დაკავშირებული, ხო? დავამთავრეთ ამით ფერთან ნამუშევრობა და გადავდივართ ახლა უკვე სივრცულის სქელი ხაზის შემოტანაზე ჩვენს ნამუშევარში. ჩანს, აი გამასწორებთ და სქელი მარკერით ქვედა კუთხით და ზედა კუთხეში ვავლებთ სივრცულ ხაზს. მოდი შენაკ. შეგიძლიათ გააყოლოთ, აი აქ რაც გაქვთ უკვე იმას არსებობს. ესეც ჩვენი სივრცული სქელი ხაზი და ბოლო შტრიხი არის ფიქსაციის ფიგურა. და ფიქსაციის ფიგურად ახლა თქვენ რაც გინდათ ის აირჩიეთ. რაც გინდათ, რომელიმე ფიგურა შეგიძლიათ აირჩიოთ, შეგიძლიათ საკუთარ თავზე გააკეთოთ აქცენტი. შეგიძლიათ ორი ფიგურა არჩიოთ. მე ეს ფიგურა მომწონს, რაღაცა გამოიკვეთა. თვალესავით.
ერთი და მეორე საკუთარ თავსაც გამოვყოფ აქ აუცილებლად. ესეც ჩვენი კლიენტების მოზიდვის ნამუშევარი. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო.